არა მოყირავდეთ რა შვებ. კიდე ხმას იღებ? ჩემი შვილიშვილები უნდა გავახარო. ბებო. გასასვლელიც კი აღარ ვიცი სად არის. მანანა. მანანა! მანანო! მანანა! მანანო! მოდი 112-ში დავრეკოთ რა. წინა სერიაში მართა დედა მოცნება ამიხდინა და ტელეფონი მიყიდა. მაგრამ მანამ ჩემი ახდენილი ოცნება, ჩემი ახალი ტელეფონი გამიტეხა. გამიმართლა რომ ისი არ გაფუჭდა რომ საერთოდ ვეღარ გამოვიყენებ. დედას მოვატყუე და მომხდარი ჩემ თავზე ავიდა. მანანა ისე განიცდიდა ამ ამბავს რომ შემეცოდა და მერჩივნა დედას მის ნაცვლად მე დავესაჯე. ხალხო ნახედი იქ წადი. მანანა, რა გავაკეთოთ? ეს სადამტოვენს. დედაშვილობანა სეზონი 2 არ დადეგები. სულ ასე უნდა მეჩხუბოს და ხმა არ უნდა ამომაღებინოს ახლა. ალბათ მთელი ზაფხული სურამში დასჯილი ვიქნები, მაგრამ რას ვიზავ? გოინ ჩემ თავზე არ უნდა ამეღო ეს ამბავი და შევწდი, მაგრამ სიტყვებს უკან ვეღარ წავიღებ და არც წავიღებ, იმიტომ რომ მანანა ჩემზე უმცროსი, ჩემი ერთადერთი და არის და მის გამო ყველაფერს გავაკეთე. აუ დედა, რა? საჭმელად ხო გავჩერდებით ჩვენ საყვარელ ადგილას? გავჩერდებით, მაგრამ შენ არაფრის იმედი არ გქონდეს. მაინც ხო არაფერი. მეუბნები ეგრე რატო არაფერს არ ვიყიდი რა? მაინც ხო არაფერს არაფაზე, ბაბა ტელეფონი გიყიდე. ამდენ ფულ და ხოჯეს გაგახარე. პირველივე დღეს გავუჭე. აი დედა ძალით ხო არ მინდოდა რა, მაგის გამო ეხლა მთელი ზაფხული უნდა მეჩხუბო. არაფერს არ გიყიდი საერთოდ. აი რეებს. ბებო უთხარი რამე რა, შენი რებს მეუბნება. არ ცხენია? მართა, რანაირად იქცევი? მე ასე გექცეოდი, რეებს გეილას თუ არ აჭმევთ არაფერს არც მე არ შევჭამ. აი სოლიდარობა, არც გიცხენია, ბავშვები დონეთები იყვნენ. მე გამოვდივარ ხომ ახლა ცუდი დედა, აბა. აბა ბავშვებს აბა აი არ უნდა მოეარა ციფრად ამ ტელეფონისთვის ეგრევე გააფუჭეს. ყველაფერი ხდება. ეხლა ისეთი გაფრაზებული ვარ, რომ სურამში რომ ჩავალ, სახში იჯდება მთელი დღეა, არ ვიცი რა, წიგნებს წაიკითხოს. იმედია წიგნები წამოღებული გაქვს, ხო თორე? არი ნერვიულობ ბავშვებო, მე თქვენთვის რაღაცები მაქვს წამოღებული და რამდენჯერაც ნერვებს მოგიშლით თქვენი დედიკო მე დაგაწყნარებთ. რა ბებო რა გაქვს ამოღებული? ფაფუები. მართლა? დიახ. აუ ბებო მადლობა საუკეთესო ბებო ხარ. აუ დედა შეია ცოტა და გაჩერდი ეხლა. ხო იცი რომ არაფერს არ გეყედი, შენ არ იმსახურებ არაფერს ნორმალურს. იქნები შენთვის ჩავალ ეხლა იქ დაჯდები წიგნებს წაიკითხა, ვიქნები ეგრე მთელი ზაფხული. შენი ხმა არ გავიგო. კი ვიფიქრე, კაი დედა ვიქნებიო, ვიყავი კიდე ცოტა ხანი, მაგრამ არ ჭირს თქვენთან ეს გაღიმება. არაფერს არ გააკეთებ, არცად არ წაგიყვან და აი მერე ნახე, არ ვიცი. სექტემბრიდან დაიწყება, აი ერთი წიგნებს არ ეჯდა, მთელი წერია, არ ვიცი. იგი დედა ხოვრა. შენ კიდე ხმას იღებ? კიდე ხმას იღებ? ტელეფონი გატეხე და კიდე ხმას იღებ? გაჩერდი ეხლა დროზე, არ გამაგიჟო აქ. დედა არ მაპატიებ ამ ამბავს არასდროს. ჯერ არა. მომერცი ეს ფაფუკაც, მე მაინც გავერთობი გავხსნი. დედა, ნელად არ ერთი სულ და გავიწმარტარება. ვა, რა მაგარი რაღაცებია. ეს იყო ჩვენს ბავშვობაში. რა მაგარია. რასაყვანელია. ეს რა ლამაზია. ხო ეს ეთქობა რაღაც დიდი ყუთია და უფრო ბევრი რაღაცებია და ხო, ეხლა ხან დაემატა დიდი. დედა მათხოვე ეგ გავახეთე. არ გათხოვებ, კიდე ითამაშებ. აი მათხოვე რა იყო რა, უშეგო ხარი რა მათხოვე. მე თვითონ ეს ხო, კაი, აიღე 2 წამი. მეც მათხოვეთ რა. რა დღეში ხარ მომეცი? და შენი ხმა არ გავიგო იცოდე, არაფერი არ მთხოვო. იჯექი მან. არ ვიცი რა, მგონი არ უნდა ამეღო ჩემ თავზე ვერ ხედავ რანაირად მექცევა და როგორ დამსაჯა. კაი ხო იცი რომ ყველაფერზე ეგრე ბრაზდება და მე ვითომ არაფერი რა, ნუ ნერვიულობ. მანახე ეს ტელეფონი კიდე არ დააგდო რა. შევაგროვე ფულსა გაგიკეთე. გაკეთე რა შუაში არა ცუდად მექცევა დედა ვერ ხომ არა რომ გავაკეთებ ყველაფერზე და თქმას არ მაგები. ხომ არა რომ გავაკეთებ შეგინიხდი. აგროვებ შენ თუ. შევაგროვე მაგ 2 ლარი და ბებო მომცემს 3 ლარს. აი რა არ ღირს ეგრეი აქვს. კაი რა უნდა ღირდეს შევაგროვე თვითონ ამაცადე. სურამში ესე უნდა მეჩხუბოს და უნდა ვიყო დასჯილი და ხეში არ უნდა გამიშვას. ვერ ხედავ როგორ მექცევა მოხელი დე. დედა. რა მოგვიტანე? აქ ისი. დედა გეას. შენ ახლა მოგიტანდა, თუ გინდა გავუყურებ, მე არ. გავალ და მოვალ რა. საფრთხარეს. სად მიდიხარ ხო იყავი წეგან საფრთხარეს? აუ მოვალ რა. ბანკი გახსენი. ეწინა მაგას რო არ მოუტანე. აი ეგეთი რა დააშავა ტელეფონი იმას. ეს რის ტაკისი ახალია? კი, ბარბეკიუსი. აია.
ხო, საერთოდ აღარ მინდა სურამში წასვლა რა და არაფერი არ მინდა როგორ მეკცევა ამ ტელეფონის გამოდით და რა. აბა როგორ ეკცევი გელას როგორ შეიძლება ასე ცოტა არ არის? აი ერთი რა. რა კაი ერთი რა დააშავა ამისთან ბოლოს და ბოლოს რა მოხდა რა უპატიებელი ჭირს. ხარც იქ მიბრუნება აღარ მინდა საერთოდ. ამას ვერჩი უნდა გამოცდები ვერ ჩამებარებინა და ექსკურსიაზეც არ წავსულიყავი ეს რა ამბავი და მემართა რა. აი რაღაც უნდა გითხრათ რა. ძალიან მეშინია, მაგრამ უნდა გითხრათ, იმიტომ რომ ვეღარ ვუყურებ გელას ესეც მოწყენეს. რა. დედა მე გამიტყდა ტელეფონი და გელამ ხელი დამაფარა და რეალურად ჩემი ბრალია და შენ კიდე ტყუილაში. ჯი გელას. მართლა? კი. აღარც ეს ტელეფონი მინდა და აღარც სურამში წასვლა არ მინდა სულ ესე დასჯილი თუ უნდა ვიწო რა. ტყუილობა ჩხუბე ანუ ამდენივე ხო. ჩემი კეთილი ბიჭი და უფორებია. და კაი შილი ხო. კაი წავალ ახლა მოვიყვან და შენს კაი მაიმონი ხარ ერთი. მანანამ მითხრა რომ თურმე მაგალ გატეხა ტელეფონი და შენ ხელი ააფარე და ძალიან კეთილი ხარ და არა უთხოვს ხარი შენ მართლა? არ მინდოდა რომ მანანასთვის გეჭხუნდა. ანუ აღარ ხარ ჩემზე გაბრაზებული? არა არც მანანაზე არა უკი გაგიშვებ კაცობა რას ვიცი. მართლა? მართლა ტელეფონია ბოლო. ო მას დაულევ რა. ხო კაი და აი ამას გავუსინჯო მე. ნახეთ? აი ესე. შედით რა ხდება? ანანასია? ანუ შევრიგდით? კი არა. მე შევაგროვებ ფულს და გელას გამოვუცვლი. არ გინე კაცო მე გამოვუცვლი რა არა უშავს. ლილიანა გილოცავ შენმა კომენტარმა გაიმარჯვა და შენ სწორად აღნიშნე, მთავარია გჯეროდეს, შეუძლებელი არაფერია. სულ მალე შევალთ ჩვენ საყვარელ სურამში, სადაც უამრავი კარგი მოგონება გვაკავშირებს. დედამ მაპატია, დასჯილი აღარ ვიქნები და ისევ გავერთობით როგორც წინა წლებში. ამაზე ბედნიერება რა უნდა იყოს. აუდე, რამდენ ხანში ჩავალთ? 10 წუთში უკვე მივალთ. მე გელას ჩაეძინა? ხო, ჩაძინებია, კაი ეძინოს და მე გავა. ეძინოს. ნეტარა ეს იზმრება. მივედით? კი მივედით. სურამი ჩვენთვის უბრალოდ ადგილი არასდროს ყოფილა. ეს ჩვენი ბავშვობის ყველაზე ტკბილი მოგონებებია. აქ გავატარეთ ზაფხულები, რომლებიც მაშინ უსასრულოდ გვეჩვენებოდა. წლები გავიდა, ცხოვრება შეიცვალა და უკვე რამდენიმე წელია სურამში აღარ ჩამოვსულვართ. მაგრამ არის ადგილები, რომლებიც დროს არ ემორჩილებიან. დღეს ჩვენ აქ ვართ და შევეცდებით თქვენთან ერთად დავბრუნდეთ იმ ბავშვობაში და გავიხსენოთ ის ბედნიერი მომენტები, რომლებიც ამ ადგილს უკავშირდება. აუ, კი ჩამოვედით სურამში და კაი ამინდია და ნიავია, მაგრამ სათამაშო არაფერი არ გაქვთ რომ ვითამაშოთ, წეროები მაინც მეთამაშეთ. აუ, დაჭერობანა გითხარი და არ გინდოდა ეხა. აუ, რა დაჭერობანა, ფეხები დამატყდა. რამე სათამაშო არ გაქვს? მოდი, ჰა. აუ, მიდი ყველა. წეროები. შორ. ბებო, რა მოგა? მაგარი. აუ, ეგრე რა, გელა. მოდი, ბიჭო. ნახე ბებომ, რამდენი ფაფუ მოგვიტანა. გახსენით ეხლა. აუ, რა კაია. ძალიან მაგარია. აბა გიგი რა გვაქვს? მაგარია. ნახე. რა მაგარია? სპაიდერმენი მინდა სამოგიდოდა თუ რა მაგარი სპაიდერმენია, მეც მინდა. ეს რა არის? გონის სტიკერებია. საშლელი, ნახეთ. ერთი სული მაქვს, ეს გელას შევუნახე მე და არავინ არ აიღოთ იცოდე. და დასასკანირებელი კოდი თუ დაასკანირებ ითამაშებ რასაც რა თქმა უნდა. იკუშ გახსენიება. მიდი. რა მაგარია? და ეს ატრიალო. სპიში. ეს კოდი უნდა დავასკანიროს და ვითამაშოთ. ბრავო. კარგია, ნინი გახსნა გოგოსი. საინტერესოა გოგოს ხუთში რადეს. აიმე. გვანახე? კაია? აბა შემდეგი ნინი რა მოგივა? მაიმე რა საყვარლობა. თანხარზე უნდა გავუკეთოს.
იკერები. საათი წამოვიდა, ყველაფერი ამოვიდა. რა მაგარია. ფაფუს ყუთი ორჯერ იხსნება. პირველად სათამაშოებს პოულობ, ხოლო მეორე განყოფილება მხოლოდ სპეციალური ბარათის დასკანერებით ხდება. ფაფუს ყუთის შეძენის შემთხვევაში ყველას აქვს შანსი მონაწილეობა მიიღოს გათამაშებაში და მოიგოს ველოსიპედი. ფაფუს უკვე 15 ველოსიპედი აქვს გათამაშებული და შეიძლება შემდეგი გამარჯვებული სწორედ შენ გახდე. ბარათით იხსნება ფაფუს უსაფრთხო საიტი, სადაც არანაირი პირადი მონაცემი არ გჭირდება. არაფერს ითხოვს და არც ტელეფონიდან ან სხვა მოწყობილობიდან რაიმე ინფორმაციას აგროვებს. უბრალოდ შედიხარ და იწყებ უფასო თამაშს. წავიდა მართა. აი. ვაუ, ეგრე რა, ძლივს ახლა საიტზე მაინც ვითამაშებთ, არაფერს არ ვაკეთებდით რა. ბებო, მადლობა. გულის სემასაც კი მიზომა უსხავთ. სკვიშ. Oh my god. რაკაია. ყლარწი, ჩუპა-ჩუპსი, დასასკანერებელი ბარათი, ატუები, აი ეს გასაკეთებელი ბარათი. ბრავო. ბავშვებო. ხო. განსხვავებული ბარათი ამოვიდა. რა მაგარია. მოიცა შენ? ხოიცი ანუ 5 წელს თუ შეაგროვებ განსხვავებულ ბარათს, რომელსაც ან ფრინველი ან ცხოველი აყატია და მე ფაფუს გაუგზავნი, 5-ს გამოგიგზავნიან, რომელშიც სულ ფაფუები იქნება თან დიდი ზომის. ჩემი საყვარელი მომენტი არის დასკანერება, ეხლა გადავიდეთ საიტზე და მოდით ახალი თამაში ვითამაშოთ. სათამაშოების ისტორიის და მოანას ქვიზი დაემატა და მინიონებიც, მოდი მოანა გავაკეთო. რა ნივთს ინახავს მოანას ბებია თავის ყელსაბამში, რომელიც შემდეგ მოანას გადასცა? საიდან იცი? ბრავო! რას წარმოადგენს მოანას მამა ტუი თავის კუნძულზე? საუკეთესო მეთევზეა, ტომის ბელადია, ნავების მშენებელია, ოკეანის მცველია. ბელადია? ბელადია. რომელი ცხოველი ამ ფრინველია მოანას ყველაზე ერთგული, თუმცა საოცრად სულელი კომპანიონი ნავზე მოგზაურობისას? გოჭი, პუა, თუთიყუში, იაკო, მამალი. ჰეი, თოლია, სკატლი. მამალი? მოდი სათამაშოების ისტორიაც გავაკეთოთ. როდესაც ენდი იზრდება და კოლეჯში მიდის მესამე ნაწილის ბოლოს, ვის ჩუქნის თავის სათამაშოებს? დას მოლის, პატარა გოგონას სახელად ბონის, მეზობელ სიც, საბავშვო ბაღს. აუ, არ ვიცი. მეზობელ სიც. პატარა გოგონას, პატარა. არა უშავს. რომელი პერსონაჟი ბრუნდება მეოთხე ნაწილში სრულიად შეცვლილი, დამოუკიდებელი და მამაცი იმიჯით? ჯესი, ქალბატონი კარტოფილი, ბარბი, ბი, პოპი, წყემსი გოგონა. წყემსი გოგონა. რა ქვია ძალიან კეთილ სათამაშო დინოზავრს? რექსი, დინო, სპაიკი, რეპტარი. რექსი. გელა, აუ რა ვერ მოვიდა რა, ფეხბურთს თამაშობს. მოდი ჩვენ გადავიღოთ სურათი და მე ფაფუს AI-ს გავაკეთებინოთ ძალიან მაგრად. მოდით. მოდი ახლა გავაკეთებინებ ფაფუს AI-ს. მოდი იყოს ზღაპრული სუპერგმირები ვიყოთ. აი ავტურთე სურათი, ავირჩიე ზღაპრული სუპერგმირი და გენერაცია. ძალიან მაინტერესებს როგორი გამოვა. აუ ეგრე რა, ბებო, კიდევ კაი ესა ჩვენი გაგვიკეთა, თორე ძალიან მოწყენილი ვიყავი. ნახე რამდენი ვარ. ის მე ვარ, რომ მიფინი რა ლამაზი. მარკა. გაგვაფრინა ყველა. მარიამ გილოცავ, შენ ხარ მეორე ტოპ კომენტარის გამარჯვებული. ხოდან მოდიან. მანანა, დედა ჩაბრუნდა ქვემოთ, რაღაც დარჩა და ჩვენი ნათესავები. მოდი მანო, ცხეზე უნდა გაჯირითო. ავამებზე ხო დავჯდეთ უეჭვენი. დედა სადა? ეხლა ვიმყოფებით სურამის ტყის ცენტრში. აი ეს არის ასაცოცებელი, სადაც დაждდება ჩვენი ნათესავი ნინი. მე არ დამსვავენ, იმიტომ რომ დიდი ბავშვი ვარ. ეხლა წავიდეთ ნახეს რა მაგარია. ნეტა შემეძლოს. აქეთ არის ტყე, წამოდით აქეთ წირი, აქეთ ბატუტები, სულო გულო, რაც გინდა საერთოდ ყველაფერია. დედა არ ვიცი რაზე დამსვავს, მაგრამ მე აუცილებლად მინდა რომ დავჯდე ცხენზე და კვადროზე. ზაფხული დაიწყო, კარგად გრილაი, ძალიან კარგად და აი ეს ტყე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აქ არის ხო ფავარი ორი გასართობი ჩვენი ბავშვობის კვადროები და ცხენები. აი მე დედიკო. მოდი ბიძია მოვა ახლა ესა მოვა. ხილაც როგორ ვიფრთხილოს? ძილად ეხა სისწრაფე არ მიყვარს ხო? ოპა! მოიცა ეხა რამე არ შემიშალოს აქ. ტორმუზი ესაა? ბიჭო, ცოტა გაწიე ეს ფეხი. ძალიან დიდი ბავშვი ვარ რა. მიდი მანა შენი იმედი მაქვს. აი, გაიწიეთ. ავიდა, ოფრად რუსთავი. მიდი. სახლო. აი, სულ და ხეებში უნდა ახლა გზას უნდა. მიდი.
ელა bro ინვერატარებსო ბიჭო სამწამიო არ დაუღო აღო let's go გამარჯობა ელა გოგო არა მოყირავდეთ რა შვენლა ლელა იჟი ხო არ ხარ ლელა კეთი გილოცავ შენმა კომენტარმა გაიმარჯვა ეს სად მივდივარ ისინი ზემოთადიან მე არ ღამდება უკვე და საშიში არა და ამ ტყეში რა მე დათვი არ იყოს ზემოთ სად მიდიხარ ხალხო აუ მე ცოტა მეშინია ვაი აუ რა ჰაერია მართლა მართა დეიდა რაღა მაინდა მაინც საქმო გინდა სამა ვაი არ დავიშვა დავგორდე არ დავა მანანა რა მოდი გოგო ორი წამი ძალიან უკან ხარ და სადგელოდოთ ორი წამი რაღაც ტრენდს ვიღებ წამოვალ დამაცადე ჩემი კლასელი მირეკავს აუ მან არ დაგელოდებით რა მაგდეხას ნახდა გრავი გოგო სურამში ვარ აი ტყეში ვარ წადით და მოვალ რა წადი ლაპარაკო მან დაბნელდება და ვეღარ მოგვაგნებ და ბოლო ჯერ გაფრთხილებ იცოდ მართლა არ დაგელოდებ აუ კარგად იყავი რა Hey, გელა! დედა! ახ, საიწავიდნენ ნეტა. აქეთ გზა აღარც მიუყვება მგონი. დედა! გელა! აუ, ტელეფონიც აღარ იჭერს რა. წამოდი საბა. მანანა, სად არის? მოიცა იქით ხო არა? იქით მიდიოდა ძალიან უღრანში და კი ვეძახო. სადა? მანანა! აი კარგა. მე დაიკარგა მგონი. გონი დაიკარგა მართლა. წამო. ჩვენ აქეთ მოვძებ. მიდით. მანანა! აი რანაირად დამწოვეს. აი გონი არის რაღაც გასასვლელი. დედა! აუ, დაღამდება უკვე მალე. აუ, არ არიან აქ. სად არის? სად ვეძებოთ? ეხა სანამ დაღამდება, თან ღამდება უკვე. აუ, არ ვიცი, ჩახედე შენ რა, მე აქეთ მოვძებ. სად ვეძებო? არ ჩანს არ სადე. აუ, ხო ვეუბნებოდი, სად წავიდა რა? მანანა! არა, იქით სად ვეღარ შევიდოდა, ისევ იქით მოვძებნოთ. აუ, სად არის? ხო ვეუბნებოდი, რომ ღამდება და არ დარჩეთქო, რატო დარჩა რა? თავის TikTok-ებს იღებდა. ვა, სად არის? ვერა, არ სად არა. წამო, აბა დედა, იქით მივიდეთ რა. მანანა სად არის რა? არ სად არის? რა გავაკეთოთ? აუ არ იჭერს რა, რანაირად უნდა დავურეკო? საერთოდ არ იჭერს ტელეფონი. დედა! უგელა სად ხარ? მიშველე რა, ჩემი ძმა არ ხარ? მალე დაღამდება უკვე რომელი საათია? უკვე 9 ხდება. თითქმის. გელი არ გამოხდეს. საწავიდა ეს მანანა რა ხო ეუნები ამ ბავშვებს რომ არ წახვიდეთ გარეშე რა ხა ეხა დაიკარგა მანანა სად არის ეს ბავშვი მანანა რა მედია ვიპოვით ეხა არა რა დიდი დახმარება გვესაჭიროება ჩვენ მანანა სად დაიკარგა მოხრან ტყეში აუ სად არის რა ეს მანანა ხო ვთხარი რომ არ წასულიყო მოძებნეთ ხალხო ნახეთ იქით წადით აუ მანანა უკვე ღამდება რა აი რანაირად წავიდნენ ეგრე ძალიან უეჭველი წინ უნდა წავსულიყავი და შემთხვევით მარჯვნივ წავედი რა აუ რატო ძლივს დაიწყო არდედეგები ჩამოვედი დასასვენებლად და რომ გამოვედი სურამის ტყეში როგორი ბედნიერი ვიყავი და აი არ შემერგო რა აუ მანანა აუ სადა დედა მეშველება ეხლა მანანა აუ დედა აუ სადაა ჩემი გოგო რა აუ კაით რა ხო ვთხარი მართლა რომ არ წასულიყავ და რა მანანა ხარცო შენ მიშველე ვაიმე ჩემი გოგო ჩემი ანგელოზი მანანა მოდი აქ სათხარ დედა მოდი ახლა უყოდ აღარასდროს აღარ გეჩხუბები ღმერთო დღეს მშვიდად დამაძინე ჩემ ძმასთან და დედასთან ერთად აი მეტი მართლა არაფერი არ მინდა რა ღამდება უკვე საერთოდ სად არის გასასვლელიც კი აღარ ვიცი სად არის გელა
გოგო სად წავიდა ამ ღამე? სად უნდა მოვნახოთ? რა, აი ხო ვეუბნებოდი ამ არ წახვიდეთ ხო და მაინც წავიდა. ეხლა სად მოვძებნოთ ამ ღამე? ნახე ხა როგორ ღამდება. აქ ჩვენც დავიკარგებით მე მგონი. მანანა! აუ სად არის? ამ ტყეში რა მოძებნის ეხლა? დედა, რა გაუვალია ძლივს მივდი. აუ რანაირი გოგოა რა ჯი. მანანა! რაღაცას რო ეტყი არ გაიგეს. მანანა! დაგინახიათ. აქ გლებს თუ შეეკითხები. სად წავიდა? დება რა, აი ამ სიბნელეში სად უნდა მოვნახოთ? აუ წამორა, დაჩეს ერთი. მე რა გვეშველება? ვერც გამოიკვლევს გზას. აუ ეხა თუ გელმა შეჭამე ნახე შენ. აუ ძალიან დავიღალე რა, უკვე 2 საათია და კარგული ვარ, ნუ თუ ვერ მიპოვეს. შეიძლება საერთოდ ვერც კი შეამჩნიეს რომ დავიკარგე? არა რა, უნდა დავიჯდე, აღარ შემიძლია. თუ რამე აქ უნდა დავიძინო, თუ რა უნდა გავაკეთო? აუ დედა, ტელეფონიც არ იჭერს. დედა, გთხოვ დაიჭიროს ტელეფონი რა, გთხოვ. დედა, გთხოვ, მოდი რა და გადამარჩინე, სად დამტოვეს? დაბნელდა უკვე, ნეტა მგელი ხო არ არის აქან დათო. მე მგონი ვიღაც მომეჩვენა. დედა! არა. დადო. სად ხარ გოგო სად აქ ხო არ შეიძლება იყოს ანა სადმე როგორ არ ხარ მთელი დღე შემოვიარე მანანა აუ სად არის ღერთა სად არის ეს დაღამდა უკვე თითქმის და არ სადარჩეს ტელეფონი რატო არ იჭერს რანაირი შეიძლება აუ როგორ ეშინია ეხა წარმოიდგინეთ გზა საერთოდ აღარა სად სად არის მანანა სად ხარ სად მანანა აუ არ სად არ არის ვაიმე რა შეიძლება რომ ვქნათ იქნები მათ აიპოვეს რატო არ ხარ არც აქ და არ სად რატო არ ამ მთელი დღე მოვიარე მეც არ დავიკარგო დედა მან ხარ ვერა არც აქ არა რა ვიცი რა არაფერი აღარ ჩანს აქედან გასასვლელი არა. აუ ბოლომდე ჩამოღამდა, აუ რანაირი შეიძლება რომ ვიყო. სად ხარ? არ არის, სად არ არის. რამდენი 2 საათი გავიდა უკვე. მანანა. არინელი. სად არის ახლა? უეჭველი ვიპოვეთ რა. არა უკარიელა. სიმშვიდე შეინარჩუნე რაც. დედა, აქ ხარ? არ არის, სად არ არის. გადავუქეკემ. ძაბნელა უკვე. დედამის ვეღარ ვაწყნარებ. დედა, რა ვქნათ? რა ვქნათ, რამე რა ვაკეთებ? რაღაცა დაგვეხმარება სამაშველო იქნება ან რაღაცა და დარეკეთ, ხო, დარეკეთ პოლიციაში, აბა რა გავაკეთო? მოდი 112-ში დავრეკოთ რა, მოდი ხა. დიახ, პოლიცია? ჩემი შვილი დაიკარგა.